Patriarch Ilya მეორეს მთელი ქვეყნის მასშტაბით იხსენებენ რიგითი მოქალაქეები უწმინდესის სიყვარულსა და განუცხოვრებაზე ცრემლების გარეშე ისინი ვერ საუბრობენ. განცხადებები გაკეთა ქუთაისში. უდიდესი ღვაწლი აქვს საქართველოსთვის. დღეს რაც ხდება, სრულიად გლოვა მთელ საქართველოში და მინდა სრულიად საქართველოს ამ გლოვის დღეს მხარდაჭერა გამოუცხადო. ძალიან დიდი დანაკლისია ერისთვის, ქვეყნისთვის და ვიზიარებ მთელი ქვეყნის მწუხარებას და უდიდესი მადლობა ჩვენს პატრიარქს, რომ ამხელა ღვაწლი გაწია ჩვენი ქვეყნისთვის, ლოცულობდა თითეული ჩვენთაგანისთვის და მადლობა ამისთვის მათ და ჩვენ ვილოცებთ მისი სულისთვის. კომუნისტური რეჟიმის დროსაც მე სტუდენტი ვიყავი და ტაძარში შევედი სრულიად შემთხვევით. მთავარ ანგელოზობას და ის არაფერს არ აძალებთ. იქ ტაძარში იყო მხოლოდ მოხუცები და ახალგაზრდები შევედით მხოლოდ სანტის დასანტებად. ჩვენ გჯერა უფლის და მოვიდა ის რომ არც მიგვითითა მამაო ჩვენოზე იმდენად თვით შეგნება არ გქონდა ჩვენ ახალგაზრდებს არ ვიცოდით არ ვიყავით რწმენაში ესე და მოვიდა და თავისი საკმეველით იმდენად გვაიძულა გავხადა არ ერთი სიტყვა არ გითხრა და ის როგორ გამხადა და ამეჩო კაი ცრემლები მდის რომ ამ ხელ ადამიანის წინაშე ვიდექი როგორ იცი ურცხვად და არ დავიჩოქე და აი ეს როგორც კი ოდნავ ხელი ეს გაწია და დავიჩოქე. პირველ რიგში ვიზიარებ საქართველოსთვის ამ დიდ მწუხარებას პატრიარქმა საქართველო მოიყვანა დღემდე. პატრიარქი რომ არა, ალბათ საქართველო ძალიან დიდი ხნის დასრულებული იქნებოდა. რავი, წუხვარ მთელი ერი ამას და უბრალოდ შიში გვაქვს რომ რა იქნება შემდეგ. მე პედაგოგი ვარ და დღეს ყველა გაკვეთილი დავიწყე და მიუძღვენი პატრიარქს, რომ ბავშვებმაც იცოდნენ ვინ იყო ეს ეპოქალური პიროვნება. მე ერთადერთი მაქვს იმედი, რომ ზეციური საქართველოდან დაგლოცავს და კიდევ უფრო გააძლიერებს თავის ქვეყანას. ის ხო ყველა ქადაგებას ამთავრებდა ამ სიტყვებით მიყვარხარ საქართველო და ეს სიყვარული ზეციდანაც დაგვეხმარება ჩვენ. მართლაც ძალიან რთული ვითარება, იმიტომ რომ პატრიარქი არის პიროვნება, რომელიც გარანტი იყო ნამდვილად ჩვენი ქვეყნის სიმშვიდის წესრიგის, თუნდაც ის ფაქტი, რომ მთელი საქართველო არის ახლა სამების ტაძარში შეკრებილი, ეს მეტყველებს იმაზე, რაოდენ დიდი პიროვნება იყო. პატრიარქი იყო ამ ეპოქის, რავი, გმირი ალბათ, მან ყველაფერი შექმნა ჩვენი ხალხისთვის, იმოღვაწა და რავი, ძალიან გული დამწყდა.